პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, მას იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ახვლედიანის ადვოკატი ადასტურებს, რომ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს კლინიკაში ახვლედიანმა გადაიყვანა. სასტრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე საკუთარი მანქანით გადაიყვანა, წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას და ამიტომ არ დაიბნა და დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე. თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ სტაბილურად მძიმეა. კომენტარი მედიასთან ლევან რატიანმა გააკეთა. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს. პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟამერაშვილი მათედევიძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოწმე პოლიციელია. კორძაიამ ჟამერაშვილის ვიდეო ბათუმიდან 28 ივნისს გაავრცელა. ესპანეთში სამხრეთ კატალონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. მაშველები ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.